მოსალოდნელია თუ არა კვიპროსის გაერთიანება. არქტიკის მილიტარიზაცია გრძელდება. ამერიკა 11 ახალ ყინულმჭრელს აგებს. რას ამბობს რომის პაპი თავის რიგგარეშე ეპისტოლეში. დაზვერვის ლეგენდარული აგენტი ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგებმა კვიპროსთან ერთად მთელი მსოფლიო გააკვირვა. ოპოზიციური რესპუბლიკური თურქული პარტიის ლიდერმა ტუფან ერჰურმანმა არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. მან ორჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე ახლანდელმა პრეზიდენტმა ერსინ თათარმა. თავად გამარჯვებული ერჰურმანის ვერ მალავდა გაკვირვებასა და სიხარულს. საქმე იმაშია, რომ რამდენიმე თვის წინ ექსპერტები მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვებას წინასწარ მეტყველებდნენ, რომელსაც თურქეთის მთელი მთავრობა უჭერდა მხარს. მოგეხსენებათ, ჩრდილოეთ კვიპროსი ეკონომიკურად და პოლიტიკურად დიდადაა დამოკიდებული თურქეთზე. ისტორიულად ასე იყო ყოველთვის. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში თურქეთმა კვიპროსელი მუსლიმების დასაცავად კუნძულის ამ ნაწილის ოკუპაცია მოახდინა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა შექმნა, რომელსაც დღემდე თურქეთის გარდა არავინ არ აღიარებს. შედეგად კვიპროსის ეს ნაწილი თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ქვეშ არის მოქცეული. ფაქტობრივად ის თურქეთის პროტექტორატია, მაგრამ როგორც ჩანს, პრეზიდენტ თათარს თურქეთის მთავრობამ დათვური სამსახური გაუწია. უკვე რამდენიმე წელია თურქი კვიპროსელები უკმაყოფილონი არიან ერდოღანის პოლიტიკით, რომლის მთავრობა ხშირად ერევა ჩრდილოეთ კვიპროსის პოლიტიკაში. ერდოღანი კვიპროსელებს პირდაპირ ახვევს თავს საკუთარ შეხედულებებს, რაც ჩრდილოეთ კვიპროსში მოსახლეობის დიდ გაღიზიანებას იწვევს. მაგალითად, მიმდინარე წლის აპრილში ჩრდილოეთ კვიპროსში საპროტესტო ტალღა აგორდა, რომლის მიზეზი რელიგიური კანონების გამკაცრების მცდელობა იყო. თურქეთის მთავრობის ზეწოლით ჩრდილოეთ კვიპროსის მთავრობამ ისეთი კანონის გატანა მოინდომა, რომელიც სკოლის მოსწავლე გოგონებს თავსაბურავის ტარებას აიძულებდა. მოსახლეობა ამის გამო იმდენად უკმაყოფილო იყო, რომ თვითონ პრეზიდენტ თათარს მოუწია კანონის გაკრიტიკება და მის მიღებაზე უარის თქმა. ერთი სიტყვით, ანკარის ასეთი ჩარავები და პრეზიდენტის საქციელი სასტიკად აღიზიანებდა ჩრდილოეთ კვიპროსის მოსახლეობის ნაწილს. ოპოზიციის ლიდერი და მისი პარტია მწვავედ აკრიტიკებდა ჩრდილოეთ კვიპროსის მთავრობასაც და ერდოღანსაც. მან თავისი კამპანიის მთავარ თემად ჩრდილოეთ კვიპროსის მომავალი სტატუსი აქცია. მოუწოდა რა მოსახლეობას, ხმა მისთვის კი არა, ჩრდილოეთ კვიპროსის მომავლისთვის მიეცა. ფაქტობრივად, არჩევნები რეფერანდუმად იქცა. მოსახლეობას ქვეყნის მომავლის ორი გზიდან ერთი უნდა აერჩია. ამჟამინდელი პრეზიდენტი და მისი პარტია პოლიტიკურ სტატუს კვოს უჭერდა მხარს, ანუ ჩრდილოეთ კვიპროსის არ აღიარებულ ქვეყნად დარჩენას და მასზე მხოლოდ თურქეთის გავლენის შენარჩუნებას. ოპოზიციის ლიდერს კი ბერძენ კვიპროსელებთან მოლაპარაკების დაწყება და კვიპროსის ფედერაციული სახელმწიფოს შექმნა სურდა. არჩევნების შედეგების მიხედვით თურქი კვიპროსელების უმრავლესობას ბერძენ კვიპროსელებთან ფედერაციაში ცხოვრება სურთ. ასეთი განწყობა სენსაციის ტოლფასია და ერდოღანისთვის სილის გაწნას ნიშნავს. მომხდარზე თურქ პოლიტიკოსთა უმრავლესობის უარყოფითი რეაქცია სწორედ ამის დასტურია. ყველაზე აგრესიული ტონით ულტრამემარჯვენეთა ლიდერი და ერდოღანის კოალიციაში შემავალი პოლიტიკოსი დევლეთ ბახჩელი გამოირჩეოდა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კვიპროსმა არ უნდა აღიაროს ტუფან ერჰურმანის გამარჯვება. უფრო მეტიც, მან ერდოღანს ჩრდილოეთ კვიპროსის მთლიანი ოკუპაციისკენ მოუწოდა. თავად ერდოღანმა
ახალარჩეული პრეზიდენტის მიმართ შემრიგებლური ტონი არჩია. პირადად მიულოცა მას გამარჯვება და დასძინა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის მომავალი თურქეთთან უნდა იყოს დაკავშირებული. ევროპაში კი, კერძოდ საბერძნეთში, ბრიუსელსა და ნიქოზიაში ერთობ პოზიტიურად შეხვდნენ არჩევნების შედეგებს. ისინი იმედოვნებენ, რომ წარსულში ჩიხში შეყვანილი მოლაპარაკებები კვიპროსის მომავალზე განახლდება. ექსპერტების აზრით, თუ საბერძნეთსა და ბერძენ კვიპროსელებს მოლაპარაკების წარმატება სურთ, ისინი ზოგიერთ საკითხში კომპრომისზე უნდა წავიდნენ. ახლა ასეთი კითხვა ისმის: შეძლებს ჩრდილოეთ კვიპროსის ახალი პრეზიდენტი თავისი გეგმის განხორციელებას, თუ თურქეთი შეუშლის ხელს? ძნელი სათქმელია, რა მოხდება. არქტიკა გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი რეგიონია, მაგრამ დაბალი ტემპერატურისა და ყინულის სქელი საფარის გამო დიდხანს არ იყო ათვისებული. მე-20 საუკუნის პირველივე წლებიდან დაიწყო ჩრდილოეთ პოლუსისა და მთლიანად არქტიკის ათვისება. ცნობილმა მოგზაურებმა რობერტ პირმა, კნუტ რასმუსენმა და ფრიტიოფ ნანსენმა საგანგებო ექსპედიციები მოაწყეს არქტიკაში, რომლის ათვისებაში ადამიანს თანამედროვე ტექნიკა დაეხმარა. ყინულმჭრელმა გემებმა გაამარტივა ჩრდილოეთის ყინულოვან წყლებში ცურვა. გლობალურმა დათბობამ და პოლარული ყინულის დნობამ კი არქტიკა უფრო ხელმისაწვდომი გახადა და რეგიონზე გავლენისთვის სახელმწიფოებს შორის ნამდვილი რბოლა გამოიწვია. თუ ყინულის დნობა გაგრძელდა, არქტიკა წიაღისეული მარაგის წყალობით უდიდეს გეოპოლიტიკურ წონას შეიძენს, რადგან იგი მდიდარია ნავთობისა და გაზის საბადოებით, თუმცა მათი მოპოვება გართულებულია ბუნებრივი პირობების გამო. გარდა ამისა, არქტიკაზე გადის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე სატრანსპორტო გზა. ყინულის მასიური დნობა ხელს შეუწყობს ტრანსარქტიკური გადაზიდვების ხაზების გახსნას. ყველაფერ ამის გამო 21 საუკუნეში არქტიკის მილიტარიზაცია დაიწყო. რუსეთი და ამერიკა სამხედრო ინფრასტრუქტურას და რესურსების კონტროლის გზებს ავითარებენ რეგიონში. ჩინეთი არ არის არქტიკული ქვეყანა, თუმცა ის მაინც აქტიურად ცდილობს რეგიონში თავისი ინტერესების გატარებას, საკუთარი გემების მეშვეობით უწყლეთლად ახორციელებს რა არქტიკის რეგიონის მონიტორინგს, რომლის მთავარი ინსტრუმენტი ყინულმჭრელი გემებია. მსოფლიოში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნები ფლობს ასეთ ფლოტს, მათ შორისაა რუსეთი, ამერიკა, შვედეთი, ფინეთი, კანადა და ჩინეთი. ყინულმჭრელი გემების ყველაზე დიდი ფლოტი რუსეთს ყავს 40 ხომალდი. მერე მოდის ჩინეთი და ამერიკა. ჩინეთს 4 გემი ყავს და ამერიკას 3. ამ დისბალანსის აღმოფხრისთვის ამერიკამ 11 ახალი ყინულმჭრელი გემის შეძენა გადაწყვიტა. ეს ამბავი დონალდ ტრამპმა ფინეთის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ სტუბის თეთრ სახლში ვიზიტის დროს გაახმოვანა. ფინეთის პრემიერ-მინისტრი ერთადერთი ევროპელი პოლიტიკოსია, რომელსაც ტრამპი ხშირად და სიამოვნებით ხვდება. ამის გამო ფინეთის პრემიერ-მინისტრს ისეთ შეხვედრებზე იწვევენ ხოლმე, სადაც პრინციპში არაფერი ესაქმება. თუ დასავლეთის პრესას დაუჯერებთ, ორი ლიდერის დამეგობრებაში მთავარი როლი გოლფმა ითამაშა. ფინეთის ლიდერი ახალგაზრდობაში ამერიკაში ცხოვრობდა და გოლფით იყო გატაცებული. ახლაც ხშირად თამაშობს. რაც შეეხება ტრამპს, გოლფით მისი გატაცება საყოველთაოდაა ცნობილი. ამბობენ, გოლფის გამო ხშირად გაუცდენია მნიშვნელოვანი შეხვედრა. ტრამპი ძალიან გახარებული ყოფილა, რომ ფინეთის ლიდერის სახით პარტნიორი იპოვა. ისინი იმდენად შეხმატკბილებული არიან, რომ ეს შეუმჩნეველი არ რჩება. ევროპული პრესა ენა ალესილი ხუმრობს ხოლმე ამ თემაზე. ასე ამბობენ, ბრიუსელს ტრამპის დაწყნარება თუ სურს, ფონ დერ ლაიენს კი არ აგზავნიან ვაშინგტონში, არამედ ალექსანდრ სტუბსო. მოკლედ,
გოლფია, შუაში თუ არქტიკა, ამ რამდენიმე კვირის წინ ტრამპისა და სტუბის თეთრ სახლში შეხვედრა შედგა, რომლის დროსაც ლიდერებმა ყინულმჭრელი გემების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც ამერიკის სანაპირო დაცვასა და ფინურ და ამერიკულ კომპანიებს შორის კომერციული შეთანხმებებისთვის დასაბამის მიცემას ისახავს მიზნად. გარიგება გულისხმობს, რომ ფინეთი თავის გემთმშენებელ კომპანიაში 4 გემს ააგებს. შემდეგ კი ამერიკულ ფინურ გამოცდილებას გამოიყენებს ამერიკაში მდებარე გემთმშენებელ ქარხანაში 7 ახალი გემის ასაგებად. პრესის თქმით, 11 ახალი საშუალო ზომის ყინულმჭრელი გემის ღირებულება სავარაუდოდ 6 მილიარდი დოლარია. ჩვენ ვყიდულობთ მსოფლიოში საუკეთესო ყინულმჭრელ გემებს და ფინეთი ცნობილია მათი წარმოებით, თქვა ტრამპმა ხელმოწერის ცერემონიაზე. მართლაც ფინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია გემთმშენებლობაში. ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო და საკრუიზო გემების უმრავლესობა სწორედ ფინეთში იყო აშენებული. რომის პაპმა ლეო მე-14-მ თავისი პირველი ეპისტოლე გამოაქვეყნა სათაურით დილექსიტე, მე შეგიყვარე. ეს სიტყვები სახარებიდან, კერძოდ იოანეს გამოცხადებიდანაა ამოღებული. რომის პაპები ეპისტოლებს დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებზე ან მათი აზრით რაიმე განსაკუთრებულ დროს აქვეყნებენ. ეპისტოლე ეკლესიის მეთაურის მიმართვა მრევლის დასამოძღვრად და კათოლიკურ საეკლესიო ტრადიციაში კანონის რანგშია აყვანილი. რაც შეეხება ლეო მე-14-ს, ამ ბოლო დროს მას რამდენიმე ამერიკელ პოლიტიკოსთან მოუწია კამათი. საქმე ეხება დონალდ ტრამპისა და სხვა რამდენიმე კონსერვატორი პოლიტიკოსის მოსაზრებებსა და გადაწყვეტილებებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა მიგრანტების პრობლემა, სიკვდილით დასჯა, გაჭირვებულთა დახმარება, ამპარტავნობა და სხვა. პაპის აზრით ამ თემებზე საუკუნეების მანძილზე ბევრი რამაა ნათქვამი, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენს დროში გზიდან ერთგვარი გადახვევა და ზოგი ქრისტიანული ფასეულობის დავიწყება ხდება. პაპმა ეპისტოლეთი მორწმუნეთა ჭეშმარიტების გზაზე დაყენება სადა, მაგრამ ევროპასა და ამერიკაში ზოგიერთ კონსერვატორს პაპის ეპისტოლე არ მოეწონა. მაინც რაზე ამახვილებს ყურადღებას რომის პაპი თავის ამ გახმაურებულ ეპისტოლეში. პაპის მთავარი მესიჯი მოყვასის მიმართ სიყვარულია. ის საზოგადოებას იესო ქრისტეს სიტყვებს ახსენებს: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. პაპის თქმით, მოყვასი შენს გვერდით მყოფი ახლობელი, მეზობელი თუ თანამოქალაქეა და თუ ის განსაცდელშია და შენ მას დახმარების ხელს არ უწვდი, შენს ცოდავ. ჩვენთვის ამის შეხსენებით პაპი ყურადღებას დასავლეთში სოციალური უთანასწორობის ზრდის პრობლემაზე ამახვილებს. უფლის სიყვარული შერწყმულია ღარიბ ადამიანთა სიყვარულთან, წერს ლეო მე-14. ცნობილია რომის პაპის კრიტიკული გამოსვლა ამერიკის პრეზიდენტის მიმართ. მისი აზრით, USAID-ის ზოგიერთი სამსახურის გაუქმებამ ბევრ ღარიბ ქვეყანას მიაყენა ზიანი. ასევე პაპის აზრით, ტრამპის ცხოვრების სტილი და სხვა ადამიანების მიმართ მოპყრობის მისეული მანერა შორსაა ქრისტიანულისგან. რომის პაპს ამერიკის აბორტების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაცია Pro-Life თანაც მოუწია კამათი. ყველა, ვინც ამბობს, რომ აბორტის წინააღმდეგია, მაგრამ იმავდროულად სიკვდილით დასჯას უჭერს მხარს სინამდვილეში სიცოცხლის მომხრე არაა. და ყველა, ვინც ამბობს, რომ აბორტის წინააღმდეგია, მაგრამ იმავდროულად შეერთებულ შტატებში იმიგრანტების არაადამიანურ მოპყრობაზე ხუჭავს თვალს, სიცოცხლის მომხრედ არ მივიჩნიოთ, თქვა პაპმა ლეომ. მისი აზრით, თუ ემიგრანტი არალეგალურად იმყოფება ქვეყანაში და შესაძლებელია მისი უკან დაბრუნება, კეთილი, მაგრამ
მანამდე ისეთი მდიდარი სახელმწიფო როგორიც ამერიკა ვალდებულია იმ ადამიანს თავაზიანად მოექცეს, დააპუროს, მოეფეროს და ისე გააბრუნოს უკან. ახლა კი დასავლეთის და კერძოდ ამერიკის საზოგადოება ამპარტავნულად იქცევა. მას აქვს დიდი ფული, ფუფუნებაში ცხოვრობს და გაჭირვებულებისთვის ხელის გაწოდება არ სურს. რომის პაპის ამ სიტყვების კვალდაკვალ თეთრ სახლს ახსნა განმარტების გაკეთება მოუწია. თეთრი სახლის პრეზმდივნის კაროლაინ ლევიტის თქმით, იმიგრანტების საკითხში ხშირად გადაცდომები ხდება, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციის დროს გადაცდომების რიცხვმა იკლო, გაიმართლა თავი პრეზმდივანმა. რომის პაპი კი ასე ამთავრებს თავის ეპისტოლეს. ქრისტიანს არ შეუძლია ღარიბები მხოლოდ სოციალურ პრობლემად აღიქვას. ისინი ჩვენ შორის ცხოვრობენ როგორც ერთ-ერთი ჩვენგანი. სადაზვერვო სამსახური სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი რგოლი რომაა, ამას რად უნდა ლაპარაკი, მაგრამ არიან დაზვერვის აგენტები, რომელთა საქმიანობამ ღრმა კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში და რომლებიც ლეგენდებად იქცნენ. მატა ჰარი, ლორენს არაბი, რიხარდ ზორგე, კიმ ფილბი და სხვები. მათ შორისაა ისრაელის მზვერავი ელი კოენი. ის ახალგაზრდობისთვის მისაბაძ გმირადაა აღიარებული. მადლიერმა ერმა მას არაერთი მონუმენტი მიუძღვნა და მისი სახელი სკოლებსა და ქუჩებს უწოდა. ელი კოენის მოღვაწეობამ დაამტკიცა, რომ ზოგჯერ ერთ აგენტს შეუძლია მთელი არმია გადაწონოს. საგულისხმოა, რომ კოენს საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად არასოდეს ძალადობისთვის არ მიუმართავს. ის თავისი ქარიზმითა და პიროვნული მომხიბვლელობით ახერხებდა ამას. ელი კოენი 1924 წელს დაიბადა ეგვიპტეში. მისი წინაპრები სირიელი ებრაელები იყვნენ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ელი კოენის მამა ოჯახთან ერთად ეგვიპტის ზღვისპირა ქალაქ ალექსანდრიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ქსოვილების მაღაზიას ფლობდა. კოენების ღრმად მორწმუნე ოჯახი მუდამ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. ელი კოენმა უმაღლესი სასწავლებელი ეგვიპტეში დაამთავრა. 1959 წელს, როცა ისრაელის ახალი სახელმწიფო შეიქმნა, კოენები ისრაელში გადავიდნენ საცხოვრებლად. ეგვიპტეში მხოლოდ ელი დარჩა. ის სიონისტურ საიდუმლო ორგანიზაციაში გაწევრიანდა, რომლის მეშვეობით ეგვიპტელ ებრაელებს ეხმარებოდა. 50-იანი წლების დასაწყისში ეგვიპტეში ისრაელის საიდუმლო სამსახურის აგენტები დააკავეს. მათთან ერთად ელი კოენის, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს, რადგან მხოლოდ აგენტებისთვის ბინის მიქერავება ედებოდა ბრალად. ინციდენტის გამო კოენს ეგვიპტეში აღარ დაედგომებოდა და საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა, სადაც ერთ ერაყელ ებრაელ ქალზე იქორწინა და ერთ-ერთ ფირმაში ბუღალტრად დაიწყო მუშაობა, თუმცა ისევ დაზვერვის სფეროზე ოცნებობდა. ასეთ სამსახურში კი არღებულობდნენ. მოსადი ემოციურობისა და ფიცხი ხასიათის გამო იწუნებდა. მაშინ ურთიერთობა ისრაელსა და სირიას შორის გამწვავებული იყო. სირია ისრაელს ომით ემუქრებოდა. მოსადს სირიაში აგენტი სჭირდებოდა. ამ სამსახურის გასაწევად ელი კოენი იხმოდა სადაზვერვო სასწავლებელში გაამწესა, სადაც ის თვალთვალის ტექნიკისა და რადიოგადაცემ საშუალებათა გამოყენებას, ინფორმაციის ფარულად გადაცემასა თუ მიღებას დაეუფლა. კოენის მასწავლებლები აღფრთოვანებული იყვნენ მოსწავლით. ის არაჩვეულებრივ ერუდიციას, ქარიზმასა და გონებრივ სისხარტეს იჩენდა, რასაც ენების ცოდნა ემატებოდა. არაბული ენის სხვადასხვა დიალექტს, ფრანგულ, ინგლისურ და ესპანურ ენებს სრულყოფილად ფლობდა. სადაზვერვო სკოლის დამთავრების შემდეგ მოსადმა ელი კოენის სირიულ ელიტაში ჩანერგვა გადაწყვიტა. მას წყალგაუვალი ლეგენდა მოუგონეს, რომლის მიხედვით ქამალ ამინ თაბათი დაარქვეს და არგენტინაში მცხოვრები მდიდარი სირიელი იმიგრანტის ოჯახის წევრად გამოაცხადეს.
ქამალმა იმდენად კარგად შეისწავლა ესპანური ენა, რომ ირგვლივ ყველა ფიქრობდა მთელი ცხოვრება ლათინურ ამერიკაში გაატარა. სირიაზე შეყვარებული ხელგაშლილი და კომუნიკაბელური ქამალი სახლში ხშირად მართავდა წვეულებებს არაბის საზოგადოებისთვის. სულ რაღაც ერთ წელიწადში მან მჭიდრო და საიმედო კავშირი შექმნა არაბულ დიასპორასთან. ქამალს პატივსცემდა ყველა ბიზნესმენები, დიპლომატები, ჟურნალისტები და რაც თავარია სირიელი სამხედრო მაღალჩინოსნები. ის ძალიან ახლოს დაუმეგობრდა მაშინდელ სირიელ სამხედრო ატაშე ამინ ალ-ჰაფეზს. ერთ წელიწადში პატრიოტული იდეებით გამსჭვალული ბიზნესმენი ქამალ ამინ თაბეთი საცხოვრებლად სირიაში გადავიდა. ბინა პრეზიდენტის რეზიდენციის წინ იქირავა. არგენტინაში მოპოვებული რეპუტაციით სირიაში შეძლო ახალი კავშირების შექმნა. აწყობდა წვეულებებს, იწვევდა სირიის გენშტაბის მაღალჩინოსნებს და მათთან საუბრისას მოსადისთვის ინფორმაციას აგროვებდა. ელი კოენმა, ანუ იგივე ქამალ ამინ თაბათმა მალე ყველას ნდობა მოიპოვა. 1963 წელს სირიაში მორიგი სამხედრო გადატრიალება მოხდა. ხელისუფლებაში პარტია ბაასი მოვიდა. სირიის პრეზიდენტი კი ქამალის ახლო მეგობარი ამინ ალ-ჰაფეზი გახდა. ეს პოლიტიკური სიახლე ორივე მეგობარს აძლევდა ხელს. ჰაფეზს ახლო მეგობარი ეყოლებოდა გვერდით და ქამალს საიდუმლო ინფორმაციებზე წვდომა უადვილდებოდა. სირიის ახალმა პრეზიდენტმა მალე თავისი მეგობარი თავის პირად მრჩევლად დანიშნა, პოლკოვნიკის წოდება უბოძა და უშიშროების საბჭოში შეიყვანა. მართველ პარტიაში ქამალ თაბეთმა ისეთი სიმპათია დაიმსახურა, რომ პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე გავლენიანი პირი გახდა სირიაში. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბაასის პარტიას ქამალ თაბეთის გენერალურ მდივნად დანიშნა და ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მოუნდა, მაგრამ ისრაელის დაზვერვამ თავი შეიკავა, რადგან იფიქრა, რომ ამ თანამდებობებზე ქამალ თაბეთი ადვილად გაიშიფრებოდა. ის ყოველდღიურ რეჟიმში პორტატული რადიო გადამცემით ისრაელს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა. 3 წლის განმავლობაში გზავნიდა ელი კოენი ისრაელში სირიის შესახებ უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას. ეხებოდა ეს სირიის სამხედრო ბაზებს, აღჭურვილობას თუ სხვა რამეს. ასე შეიტყო ისრაელმა, რომ არაბები მდინარე იორდანეს კალაპოტისა და დინების შეცვლას გეგმავდნენ, რითაც ისრაელის მესამედი სასმელი წყლის გარეშე რჩებოდა. შესაბამისად, ისრაელმა დროულად აღმოაჩინა სირიის სამხედრო ტექნიკა და გაანადგურა. კოენმა ასევე მოიპოვა ყველაზე მოწინავე საბჭოთა სამხედრო თვითმფრინავისა და ტანკის სქემები. ებრაელი ჯაშუშის მთავარ წარმატებად მაინც გოლანის მაღლობის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია ითვლება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში დღემდე სადავო ტერიტორიად რჩება. 1967 წლამდე ის სირიის ერთ-ერთ პროვინციაში შედიოდა. მაღლობის სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებით სირიას ისრაელისთვის დიდი სამხედრო ზიანის მიყენება შეეძლო. მით უმეტეს, რომ სწორედ იქ იყო განლაგებული მიწისქვეშა საიდუმლო სამხედრო ბაზები. მაღლობის შემოწმების დროს ელი კოენმა გენერალიტეტს ბუნკერებთან ევკალიპტების დარგვა შესთავაზა. აზრი სირიელებმა მოიწონეს და საიდუმლო ბაზების თავზე მართლა დარგეს ევკალიპტები, რაც ისრაელის ავიაციისთვის იდეალური სამიზნე აღმოჩნდა. 1964 წელს ელი კოენი თავისი ბინიდან ხშირად გადაცემდა რადიოგრამებს, მაგრამ მისი სახლის გვერდით ინდოეთის საელჩო შენობა იყო და რადიოგრამების გადაცემის დროს საელჩოში ტელეგრაფის მუშაობა ფერხდებოდა, რაც სირიის მთავრობას აცნობეს. სირიელებმა საბჭოთა სპეციალისტები მოიწვიეს, რომლებმაც თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით საიდუმლო გახსნეს და კოენი გაშიფრეს. 1965 წლის 18 იანვარს დილის 8 საათსა და 30 წუთზე, როცა კოენი მორიგ საიდუმლო რადიოგრამას გადასცემდა, მის ბინაში სირიის უშიშროების თანამშრომლები შეიჭრნენ და დააკავეს. დაკავებიდან
4 კვირის განმავლობაში მას სასტიკად აწამებდნენ. ელი კოენის ჩავარდნის ამბავმა საერთაშორისო რეზონანსი მიიღო. ისრაელის მთავრობის თხოვნით მისი გათავისუფლების საქმეში რომის პაპი დაწყებული, წითელი ჯვრი დამთავრებული მთელი მსოფლიო ჩაერია, მაგრამ მსოფლიოს თვალში შერცხვენილი ამინ ჰაფეზი ყველაფერზე უარს ამბობდა. პრეზიდენტს მთელი ქვეყანა დასცინოდა. გამწარებულმა ჰაფეზმა ელი კოენის სიკვდილი დასჯა გადაწყვიტა. 1965 წლის 18 მაისს ელი კოენი 10,000 მოქალაქის თვალწინ დამასკოს ცენტრალურ მოედანზე ჩამოახრჩვეს. პრეზიდენტის ბრძანებით მისი გვამი მთელი დღე ქვეყნის სამზერად ეკიდა. მის ხედარს სირია დღემდე ართმობს. ბოლო მონაცემებით სირიის ახალი მთავრობა თითქოს შეპირდა ისრაელს კოენის ნეშთის გადაცემას. დღეს სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის, მე ნუგზარ უხაზე ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.